მოგესალმებით ალბათ მეგობრებო, დღეს წარმოდგენა არ გვაქვს რაზე ვისაუბრებთ, მაგრამ ვისაუბრებთ. იგი მაგაში დაწუნებული. ეს ლენკა რატომღაც დასაჯეს და იქ ის კუთხეში არის. ხო. დღეს მინდა რომ მითოლოგიაზე ველაპარაკო, რომ მივხვდი ხო, რომ აი თქვენ ვიდეოებს ჯანმრთელობანიკა, თქვენ ვიდეოები მოგწონთ უფრო ისეთი რა, აი რეალურ ცხოვრებასთან ასოცირებული ხოლმე და აქედან გამომდინარე გადავწყვეტე რომ რაღაც სხვაზე ველაპარაკო. არა მითოლოგია ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საგანი არ არის, მაგრამ რაც არის რა, ანუ ძალიან კარგი ისა ancient legendები ძალიან მევასება რა. ერთი ორ ცალს მაინც მოგიყვებით. იმიდან ნორვეგიული მითოლოგიიდან. Короче, თორი სინამდვილეში არ დაფრინავდა რა, აი მარველში რომ თორი ეს გაიქნებს ხოლმე იმას. Mjolnir's და მიფრინავს, ეგრე არ იყო რეალობაში რა. სინამდვილეში თორს ყავდა ორი ცალი თხა. და ეს თხები ყავდა ჩაბმული, სანტა-კლაუსია რა თორი ჩათვალეთ. ორი ცალი თხა ყავდა, ესე ჩაბმული ყავდა იმაში, ურემში და ამ ურემით დადიოდა. ხო და ამ თხებს ჰქონდათ იმორთალიტი. რა უკვდავები იყვნენ. რა არის? ეტო ხარ ჩუმად. მინდავს უყურებ. ხო და ის იყო რა, იმორთალიტი ჰქონდათ რა ამ თხებს. ხო და ყოველ იმაზე გაჩერებაზე თორი ამ ორ თხას დაკლავდა ხოლმე, ჭამდა, მერე ძვლებს აგროვებდა და მიოლნირით აცოცხლებდა თავიდან. ხო და ერთხელ რაღაც მომენტში რომელსაც ფერმერის ოჯახში შევიდნენ და ამან აუხსნა რომ ესე ძვლები ესე დატოვეთ, ისქენით, ესქენით და არ მოусმინეს და ამ ფერმერის ერთ-ერთმა შვილმა რისკნა. ერთ-ერთი ძვალი გატეხა. რატომღაც? არ ვიცი რატომ. გამოყენებულია просто. ხო და გატეხა ეს ძვალი და მაგის გამო ის იყო. მეორე დღეს მიოლნირით რო გააცოცხლა ეს თხები თორმა. რაღაცა ტანგი, კაჩო, კოტანგესი და ტანგესივით სახელები ჰქონდათ ამ თხებს რა ზუსტად არ მახსოვს. ხო და ეს ორი რო გააცოცხლა ეს თხები. მერე ერთ-ერთ შეატყო რომ ის იყო. კოჭლობდა. და მე თორი მივიდა და დედა უტირა იქაურობას. იმიტომ რომ თორი სინამდვილეში ისეთ კეთილიც არ არის და არც საყვარელი და არც ესეთ სიმპათიური. და არაფერი განსაკუთრებული. კიდე ერთხელ ლოკიმ ცხენი გააჩინა. ოღონდ ცხენი გააჩინა, ანუ როგორც ბავშვს აჩენს ხალხი, ეგრე გააჩინა ლოკიმ ცხენი. იცი ეგ ამბავი. მეზარება. აგის მოყოლა მეზარება, გრძელი ისტორია არის რა. ხო. მაგრამ ქართული მითოლოგია ყოველთვის დაჩაგრული იყო, იმიტომ რომ არავინ არაფერი არ ვიცით. არა და უჩოპინტრე ყავს, დალი ყავს და კაი ისეთი ამირანი. ამირანიც ხო ჩვენი არის და იმათ პრომეთ, ხო. ამირანიც მაგარი როჯა არის. ხო, просто ისაა რომ რაღაცა ვერ გავაცნობილეთ. არა და ძალიან კაი კომიქსების იმის აწყობა შეიძლებოდა მაგას, ან მულტფილმების, ან ნახატების, ან რა ვიცი რა. ბევრი რაღაც გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ რატომღაც არ ვიყენებდით არასდროს. ხო და მე ძალიან არ მომწონს ეგ, იმიტომ რომ მითოლოგია ერთ-ერთი საფუძველი არის იმისი. კულტურის რა. კულტურასთან ძალიან ახლოსაა ყოველთვის მითოლოგია. მაგალითად აი არა, ეხლა ძალიან ცუდი რაღაც თქვა მინდა და მოდი მაგას არ ვიტყვი. ზევსზეც გეტყვით ერთი-ორ სიტყვას. ზევსი თავისი შვილების დაორსულებითაც იყო დაკავებული. და სულ რაღაცებს აკეთებდა. კარგი, ზევსი არ მევასება, რო არ მოგატყუოთ, მაგრამ იზღება ეგროშ. მაგრამ ჰერკულესი მევასება და ისინი მევასება. ლოკიც არ მევასება. ლოკი იმენა ბოროტი როჟა არის. ოდინიც ძალიან ბოროტი როჟა არის. ოდინს ყველას ეშინოდა. კიდევ ვინ არის ბოროტი? ყველა ბოროტი არის რა, ღმერთები ზოგადად ბოროტები იყვნენ ხოლმე იმებში. მითებში. თითქმის. სულ ყველა. რაღაც ძალიან ცუდ რაღაცებს აკეთებდნენ ხოლმე, იმიტომ რომ ღმერთი იყო და ეპატიებოდა ყველაფერი რა, ეკიდა რა. ხო და მაგ პონჩი არ მევასებოდა. ჩვენი ღმერთები არ იყვნენ ეგეთები. ჩვენი ღმერთები უფრო საყვარელი ტიპები იყვნენ და რო არ ვაფასებთ არ შეიძლება. ხო, ძალიან კომენტ რომ იმაზე ელაპარაკებ ბავშვებზე გია. ბავშვობაში რა თამაშები გევასებოდა, უბნის თამაშებიო, მაგაზე ელაპარაკებო და გადავწყვიტე რომ მეთქი დავაი ვილაპარაკებ თქო რა. და მე ერთ ამბავს მოგიყვებით 16 წლის ასაკში რა მომივიდა. ხო, ბავშვობაში წრეში ბურთსაც ვთამაშობდი მე პირადად. კლასობანასაც ვთამაშობდი. იმას ერქვა, ქვები რო იყო. ორდროშობანა ქვები არ იყო, მაგრამ ორდროშობანასაც ვთამაშობდი. ქვები.
ქვები იყო რა, ხუთკენ ჭაობაო თუ ხუთქვაობანაო თუ რაღაცა ეგეთ დებილობას ვეძახდით? ხო, რაღაცა ეგეთი. ეგეც მაგრამ მევასებოდა, მაგრამ ყველაზე მაგრად რა თქმა უნდა მევასებოდა დაბრეცილ ბეტონზე ისა სადარბაზოს შესასვლელში კარების ჩადგმით ფეხბურთის თამაში. 10-იანს თამაშობთ ხოლმე ეგრე. და ძალიან სისულელე იყო, მაგრამ ეგ რო დაკარგულია თანამედროვე რეალობაში ეგ ტეხავს რა, იმიტომ რომ ბავშვობაში მე რო გარეთ ვიყავი ხოლმე ძალიან ბევრი ბავშვი იყო ჩემთან ერთად გარეთ და ეხლა გარეთ რო გავდივარ ბავშვებს ვერ ვხედავ, ბავშვები თუ არიან გამოსულები, მშობლები ყავს გამოყვანილი და ერთად ხედავ როხდა და მთელი ოჯახი არის გამოსული რა, ანუ ბავშვებთან კომუნიკაცია აღარ აქვს რა, სხვა ბავშვებთან. და ეგ ძალიან ხელს შეუხშლის ჩემი აზრით ამომავალ რაღაცებს, იმიტომ რომ კომუნიკაციის პრობლემა იქნებათ, ის იქნებათ, ეს იქნებათ უცხო ადამიანთან. აი მე რო უბანში გავდიოდი ხოლმე, ვაფშე არ მჭირდებოდა ვიღაც სახეს გვარის ან რაღაცები ეგეთების ცოდნა იმათთან კომუნიკაციის დასამყარებლად. მივდიოდი ხოლმე, დავай ვითამაშოთ და თამაშობთ ზომოჩ. და ეხლა აღარ არის ეგრე რა, ეხლა ძალიან რთულია, ეხლა მშობლების თუ იმას ეგრე, იმას არ გაეკარო, ამას არ გაეკარო. რთულია რა, ჩვენებით გვეუბნებოდნენ ეხლა ჩემი მშობლებიც უიძახდნენ ხოლმე რომ იმასთან არ მიხვიდე, ამასთან არ მიხვიდე. რა, რაღაცნაირი უფრო ისეთები ვიყავით ბავშვები ადრე. რაღაცნაირი რა ქვია მაგას? ინდივიდუალურები ვიყავით ალბათ უფრო რა. ეხლა აღარ არიან ისეთი ინდივიდუალური ბავშვები, რა შეიძლება რა უნდა. ესეთ ხელი მინდა რომ კონდეს. ღმერთმა დაგიფაროს და ან ისეთი ანორექსიკის ხელია, მაგრამ ყველაფერზე საუბარი არ არის, ხო? ეს მეყარხალენ. ხო, სად ვიყავით? ბავშვობაში, მაგრამ მევასებოდა, ყველაზე მეტად მევასებოდა, ალბათ მაინც ფეხბურთის და ბურთთან ასოცირებული იმების გარდა, წრეში ბურთი არ მევასებოდა. ალბათ ორდოშობან სირბილზე რაც იყო ხოლმე, დამალობან დახუჭობან ეგენი არ მევასებოდა. შექჩა ყველაზე დებილობა იყო, ვიღაცა რომ ერთი 40,000 ადამიანს ხელი მაგ დატოვებული და ყველა მეუბნებოდა შექჩა. შემჩა შენდეზე ჩევეც. მე შეგაჩინა წერა, გასაგებ. აი რა დებილობას ვიძახდი, აი ხა რა ვთქვი გოგო, გაიგე. რატო შემოყავი თავი ვაფშე რა გინდოდა. შექჩა გავიგე ხოლმე. ხო, შემჩა შენდეზე ჩევეც. ხო მე შენ შემოდი, ხო? აი წერა მე შეგაჩინა. დებილი რა. ხო და ანუ ხო ხდებით რა, უაზრო თამაშები არ მევასებოდა. 16-ოვანა მევასებოდა, მაგრამ მევასებოდა 16-ოვანა ერთი კვირა გეგმავდი ხოლმე რომ ტიპს 16 რაღაცა ვითარებაში ეთქვა. ეგენი არ მომწონს. მართლა ეგრე იყო. კლასში ვთამაშობთ ხოლმე მაგას განსაკუთრებით და გასწორებდა. ხო. გავჩი ერთხელ 16 წლის ვარ. და არ ვიცი, მართლა დღემდე არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ გუში გამახსენდა ეგ ამბავი რა. გადმოვდივარ ჩემ უბანში, როგორ იყო, იცით, მე ვცხოვრობდი მაგ პერიოდში გურამიშვილის 9 ნომერში. მან გურამიშვილის 7 ნომერი არის და იქ არის ბაღი და ამ ბაღიდან გადადიხარ სტადიონზე და იქ არის სხვა კორპუსები რა, კიდე. ხო, ჩემი ერთი მაგაცი ამ ჩემი კორპუსიდან გადავიდა ერთი 200 მეტრში სხვა კორპუსში რა, უფრო დიდ სახლში თუ რაღაც. ხო და იქ გადავბიჟავდი მეც რა, იქ გადავდიოდი ხოლმე და იქაც მთელი უბანი, ანუ ეხა მაშინ უბანი ეხა რო არის ერთი კორპუსის უბანი კი არ ვიყავით ერთი 40 კორპუსი, ყველა ერთმანეთს უბნელებს ვეძახდით და ერთმანეთთან ახლოს ვიყავით და ვზმაკაცობდით და რაღაცა და ისა და ეს. ხო და იქ ვიყავით გადასულები. მე ჩემი ზმაკაცები რა და რაღაც მომენტში მე მგონი სახში წამოვედი თუ რაღაცა, ეგ არ მახსოვს, ფეხბურთს თამაშობდით რა სტადიონში. და რო გადმოდიოდი, ვიღაც 11 მაქსიმუმ 12 წლის ბავშვი, მე ვარ 16 წლის რა. თან მაშინ კარტერს დავდივარ, მაგარჯანზე ვარ. ისა ესა რა, თან გარეკილი მაქვს, თან რაღაცა ისეთი ელემენტი ვარ რა, ჯიმი, ცოტა ეგეთი როჟა ვიყავი. ნო, ალბათ. ხო და ნუ რა აზრი აქვს რა, როგორ ვიყავ. ხო და ეს ბავშვი მოვიდა ჩემთან რა და რაღაცა მეთქი, რაღაცა უნდა რა, რაღაცა უნდა მითხრას და აიღო და გამიქანა და სახში გამარტყა რა პადლეც. მეთქი ვიყურები ესე, ეხა ამას რო ჩავარტყა, რომ მოკვდეს მე რა ვქნა. და აი იმას ვაპირებ, რომ ეს ხელი დავიჭირო რა, ხარზე მოვკიდო, რომ ავწიო და მართლა ავწევდი ძალიან დავიწყო. ხო იცით რა 16 და 11 წლის ბავშვებს შორის ამხელა სხვაობა. ავწიო უნდა ეს ტიპი და ამას შემაგინა და გაიქცა. და გაიქცა ხომ მე ვერ მივხვდი, მართლა ვერ მივხვდი რომ რა ხდება, რა დაუშავე ამ ბავშვს. გავეკიდე რა და რო გავეკიდე რაღაც ეტაპზე ამ ტიპმა ეს ბაღი იყო ესეთი, ეს ბაღი იყო.
და გარშემო ქონდა ხეები რა და რაღაცა პატარა ის იყო ბაღი საბავშვო ბაღი და მაგ ბაღს ესე კრუგი შემოარტყა და მეც გავეკიდე და აქ რომ მივედი ერთი ლენკა იძახის რომ ცოტა იყვნენ მაგრამ მე ფიქრობ რომ ერთი 20-11 წლის ბავშვი მაინც დგას და მელოდებიან როდის მივალ კაროჩე ტიპებს გეგმა ქონდათ დასახული რომ მე ვეცემ 11 წლის ბავშვებს ну ეხლა მე ამათთან ჯგუფს ვერ დავიწყებ ეხლა რა თქმა უნდა ხო იმიტომ რომ ძალიან ისეთი ბავშვები არიან ძალიან პატარები არიან და რო დავარტყა მართლა რაღაცას ვატკენ და რო ვატკინო მე შარია რა და ეს ვინც ჩამარტყა და შემაგინა ის ტიპი დავიჭირე თავში ერთი კარგად ჩავკარე ოღონდ ისე ძალიან არტყეონდა და გადავუგდე იმათ რა არ მოყოლ ესე ჩავატყე მეთქი და გადავუგდე და წამოვედი ჩქარა ასეც გუშინ უყვებოდი შუგას ამ ამბავს და მაგას დამაჯვეს რომ ჩქარა წამოხვედი ამ გამოიქეციო შეგეშინდაო შეშინებაზე არ იყო რას და მართლა მე იმისი უფრო მეშინოდა რომ იმათთვის რომ ჩხუბი დამეწყო ვაგარ ცუდი პონტი იქნებოდა აგის გამო ზოგადად მე მიყვარს თუ ჩხუბობ ეხლა ჩემზე 30 წლით უფროს კაცს ვერ ვეჩხუბები რა ეხლა ხელს ვერ გავარტყავ ყოველ შემთხვევაში შეიძლება ვუყვირო რაღაცა თვითონ თუ ძალიან ზედმეტებში მოზდის რაღაცები კონია ეგეთ შემთხვევები რა აი ავტობუსში ვიღაც გოგოს რო ხელებს უფათურებდა ვიღაცა კაცი გამიჩერებია და მე დამიღრიალია რომ მეთქი ჩაბძანით ბატონო ასაკში ხართ და ფრთხილად იყავით თქო მაგრამ ისეთი პონტი არაფერი არ ყოფილა რომ რაღაცა რა ეხლა ხელს ვერ დავარტყავ რა რაღაც ძალიან სასწაული უნდა გაიკეთოს მაშინ რომ ხელი დავარტყავ უფროს კაცს და უმცროსსაც ეგრე ვარ რა ვიცი 20 წლის ბიჭო ეხლა რაღაცა რომ მითხრა შეიძლება იმ 20 წლის ბიჭსაც რაღაცა მეთქი დაწყნარდი ჩემოზე დაფიქრდი რა სირობას იძახდი სანამ რაღაცა მოხდე იმიტომ რომ რა ვიცი მეშინია რომ აი რაღაცა ზედმეტად არ ვატკინო 20 წლის ბავშვი ბიჭებს კი გონიათ რომ ეხლა ჩამოყალიბებული ეს დასული ადამიანები არიან მაგრამ ნელა რო გაიზდებით მე უფრო მიხვდებით რა ხდება რა აი მე სად მოვედი აი თორ გენაცვალეთ რა აი ვინც მიყურებთ ყველანი აი სათითაოდ მიყვარხართ რა აი რატოა კაპუნები დასაკეთებ ვიქავდი იაზე მიდი თქვია მოდაში ვიმუშავე იმუშავე მოდაში ოფისი საჩედლება ნოდარი დაირქვი და იმუშავე აქვე დაბლია სალონში ეგ პროსტა მოდაში უნდა მუშაობა წითელ ხალიჩებს შეკერავდი არ შევკერავდი აბა აი აუთფიტების აწყობა და დიზაინერობა უფრო არა დაიკიდე იდეური დიზაინი არ ვიცი უკვე მზა პროდუქტების ერთმანეთთან შეხამება კაროჩე თუ რამე კაი ტანსმელი გაქვთ თქვენ თვითონ შეახამეთ თუ დახმარება დაგჭირდეთ აგერ ლენკა არის და ლენკა შეგიხამებთ ნახოთ ის კარგად ბრძანდებოდეთ ძალიან მიყვარხართ მართლა თუ აქამდე გაძელით მალადეთ თქვენ გამძლეობას თუ ვერ გაძელით ეგეც არაფერი აინც ვერ გაიგებთ ვერაფერს ჩვენ ახლა ღომი უნდა ვჭამოთ თქვენ მეყოლეთ ჭიტივით ხო კარგად ბრძანდებოდეთ